როდესაც საყვარელი ადამიანი უჩინარდება, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის პოლიციასთან დაკავშირება, რათა მათ შეძლონ დაკარგული პირის ბოლო ცნობილი გადაადგილებების დადგენა. ეს ხშირად იწვევს საქმის გადაწყვეტას. მაგრამ ზოგიერთი გაუჩინარება თითქოს ახსნას არ ექვემდებარება და ისინი გადაიქცევა გაუხსნელ საქმეებად, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში აუცებს გამონძიებლებს. ნომერი 10. ბენჯამინ როსლანდი 19 წლის იყო, როდესაც თითქოს ჰაერში გაუჩინარდა და დღემდე ვერავინ შეძლო გაეგო, სად წავიდა ან რა დაემართა მას. ბენჯამინ როსლანდი კლინტონის აიოვა შტატის ფერშინგ ბულვარიდან იყო, სადაც ის მშობლებთან ერთად ამ უბნის 900 ბლოკში ცხოვრობდა. როდესაც ის 2007 წელს გაუჩინარდა, ცდილობდა განათლების გაგრძელებას და უკვე დაწყებული ჰქონდა სწავლა კლინტონის საზოგადოებრივ კოლეჯში. თუმცა ეს გეგმები დროებით უნდა გადაედო, რადგან იმავე წლის 29 ნოემბერს სერიოზულ ავტოავარიაში მოყვა. როდესაც პირველმა მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მიაღწიეს, ისინი გაოცებულნი დარჩნენ მანქანის მდგომარეობით და ვერ შეძლეს ბენჯამინის ამოყვანა ნანგრევებიდან. ამიტომ მათ გამოიყენეს ჰიდრავლიკური სამაშველო ხელსაწყო, რომ მანქანა გაეჭრათ და ბენჯამინს დახმარება გაეწიათ. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა, ბენჯამინი ვერტმფრენით გადაიყვანეს აიოვა სიტის საავადმყოფოში, სადაც მას თავის მძიმე დაზიანებებზე დამატებითი მკურნალობა ჩაუტარდა. შემდგომში მომხდარი ავარიის გამოძიებისას, რომლის დროსაც კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, გამოიკვეთა, რომ ბენჯამინის მართვის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული და ის დააგავეს. მას საუკუნეს ბრალი გაჩერების ვალდებულების შეუსრულებლობასა და მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვაში და სასამართლო სოდომის თარირი დაინიშნა. მაგრამ ბენჯამინს არასოდეს მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმე დაეცვა, რადგან ის გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ადვოკატის დასაქირავებლად $5,000 გადაიხადა. მას შემდეგ, რაც ის დაკარგულად გამოცხადდა, მისმა ოჯახმა პოლიციას უთხრა, რომ ის არასოდეს გაიქცეოდა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო და რომ თუ მისი გაუჩინარება განზრახული იქნებოდა, აუცილებლად შეატყობინებდა მათ. ბოლო ჯერ ის ნახეს 2008 წლის 8 თებერვალს 10 საათსა და 24 წუთზე. ის ესტუმრა თავის მეგობარს, რომელიც კლინტონში მეათი ავენიუს 400 ბლოკში ცხოვრობდა. იქ ყოფნისას მან გადაწყვიტა სახლთან პირდაპირ ქუჩის გადაღმა მდებარე ჰაივის მაღაზიაში წასულიყო, რომ წასახემსებელი იყიდა, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. როდესაც მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, ბენიამინის კვალი არ აღმოჩნდა, რაც მიუთითებს, რომ მას რაღაც შეემთხვა მაშინ, როცა ქუჩაზე გადადიოდა. ძებნის პროცესში, რომელიც ორგანიზებული იყო, პოლიციამ ბენიამინის ერთი ფეხსაცმელი იპოვა ცარიელი სახლის ეზოში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ მე-13 ავენიუსა და მე-3 ქუჩის კუთხეში. მისი მეორე ფეხსაცმელი მალევე იპოვეს იმავე ქუჩის აღმოსავლეთ მხარეს. გამომძიებლები ყურადღებით აკვირდებიან მის საბანკო ანგარიშსა და მობილური ტელეფონის აქტივობას, მაგრამ არც ერთი გამოყენებული არ ყოფილა იმ დრიდან, რაც ის გაუჩინარდა. მის დანაზოგების ანგარიშზე პოლიციის თქმით, საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც არავის შეხებია. როცა ის გაუჩინარდა, მასთან ბევრი ნაღდი ფული არ ჰქონდა და ტერიტორია საკუთარი მანქანით არ დაუტოვებია, რადგან მანქანა არ ჰყავდა. სხვა არაფერი აღმოჩენილა და გამომძიებლები საზოგადოებას თხოვენ ყურადღება მიაქციონ თუ სადმე ბენიამინს ან მის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ რამეს შენიშნავენ. მისი აღწერილობით მას აქვს ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები, სიმაღლეა 5 ფუტი და 11 ინჩი, ხოლო წონა 175 ფუნტი. მან სახეზე რამდენიმე ნაიარევი აქვს ავტოავარიის შედეგად და კიდევ ერთი ნაიარევი აქვს გულმარცხენაზე. ბოლო ნახვისას მას ეცვა ყავისფერი პოლო მაისური, კამუფლაჟის კომბინეზონი, ლურჯი ჯინსები და ყავისფერი ფეხსაცმელები. ყველა ვისაც აქვს ინფორმაცია, რაც შეიძლება ბენჯამინის საქმის გახსნას დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს კლინტონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 563 253548 და მიუთითოს საქმის ნომერი CL08 0580 ან Crime Stoppers ნომერზე 39762 9500 ნომერი 9. უკვე 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სუზან ლაილი, რომელიც მეგობრებსა და ოჯახში უფრო სუზის სახელით იყო ცნობილი, ბოლოს ნახეს და მისი საქმე კვლავაც აბნევს გამომძიებლებს ოლბანში, ნიუ-იორკში. სუზი სარატოგა სპრინგში, ნიუ-იორკში დაიბადა. მას ორი უფროსი და ძმა ჰყავდა და ბავშვობის უმეტესობა ბალსტონ სპას რაიონში გაატარა, სადაც სკოლაში სწავლობდა. ის გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლე იყო, რომელმაც 1986 წელს ღირსებით დაამთავრა სკოლა. ამის შემდეგ მან სწავლა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლებოდა. ის და მისი მეგობარი ბიჭი რიჩარდ კანდენი ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლაში შეხვდნენ და დაიწყეს ურთიერთობა, თუმცა სხვადასხვა კოლეჯში სწავლობდნენ. მის გაუჩინარების დროს სუზი უნივერსიტეტში კოლონიური კვადრატის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და სწავლის გადასახადის დასაფარად დამატებითი ფულის საშუალებლად მუშაობა დაიწყო კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის მაღაზიაში, სახელად ბაბიჯიში, ქალაქ ტროისში. მაღაზია მდებარეობდა Crossgates-ის მოლში, რომელიც Westmerresა და Guilderlandშია, სუზის კამპუსის დასავლეთით. მისმა დედამ პოლიციას უთხრა, რომ სუზი მას 1988 წლის 1 მარტს დაურეკა და უთხრა, რომ ფული უმთავრდებოდა.
მისმა დედამ შესთავაზა ფულის სესხება, მაგრამ სუზინ დაამატა, რომ მალე ხელფასს მიიღებდა და მანამდე კარგად იქნებოდა. მეორე დილით მან შუა სემესტრის გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც რამდენიმე ლექციაზე ნახეს, რომლებიც 4 საათზე დასრულდა. შემდეგ ბაბიჯიში სამუშაოდ წავიდა და თავისი ცვლა საღამოს 9 საათზე დაასრულა. ცნობილია, რომ მაღაზიის დახურვიდან 20 წუთის შემდეგ გავიდა და როგორც ყოველთვის, შემდეგ კაპიტალ დისტრიქტის სატრანსპორტო ავტორიტეტის ავტობუსში ჩაჯდა და საერთო საცხოვრებელში დაბრუნდა. მისი ერთ-ერთი თანაკურსელი დაინახა, როგორც ჩამოვიდა ავტობუსიდან კოლინსის წრის გაჩერებაზე, დაახლოებით საღამოს 9:45 საათზე. შემდეგ დაახლოებით 3 წუთის სავალი გზა ჰქონდა საერთო საცხოვრებლამდე, მაგრამ იქ აღარ მისულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. რიჩარდი მაშინ შეშფოთდა, როცა მეორე დღეს სუზის ვერ მიაგნო და როცა უთხრეს, რომ ის საერთო საცხოვრებელში არ დაბრუნებულა, მის მშობლებს დაუკავშირდა. მათ კამპუსის პოლიციას მიმართეს, მაგრამ უთხრეს, რომ სტუდენტები ხანდახან ოთახებში არ იმყოფებიან და ალბათ მალე დაბრუნდებოდა. მაგრამ მოვლენებმა შემდეგ ბნელი მიმართულება მიიღო. მეორე დღეს ვიღაცა მისი ანგარიშიდან $20 გამოიტანა ბანკომატიდან, რომელიც ოლბანის რაიონში მდებარე მაღაზიაში იყო. ცნობილია, რომ ეს დაახლოებით 4 საათზე მოხდა, მაგრამ მაღაზიის კამერა უცნობი მიზეზების გამო იმ ადგილს არ ფარავდა, სადაც ბანკომატი იყო განთავსებული. ამიტომ უცნობია, ვინ გამოიყენა მისი სადებედო ბარათი. როცა მას დაკითხეს, რიჩარდმა განაცხადა, რომ მხოლოდ მას და სუზის იცოდნენ მისი ფინ-კოდი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ალიბი დადასტურდა, ის აღარ იყო ეჯმიტანილი. ის მეგობრის სახლში იყო და ვიდეო თამაშებს თამაშობდა, როცა სუზი გაუჩინარდა. მაგრამ შემდეგ მან უარი თქვა პოლიგრაფის ტესტის ჩაბარებაზე და სრულად შეწყვიტა თანამშრომლობა გაუნძიებლებთან. შემდეგ გაირკვა, რომ სუზი ცდილობდა რიჩარდთან დაშორებას, მაგრამ ის ატირდა და სუზიმ გადაიფიქრა. იმავე წლის ივნისში სუზის ბაბიჯის თანამშრომლის ბეიჯი იპოვეს კოლისის წრის გვერდით მდებარე ავტოსადგომში, მაგრამ ვერ დაადგინეს იმ ღამით დაკარგა თუ არა, რადგან ბეიჯი მოძველებული იყო. გარდა ამისა, ავტობუსის მძღოლს, რომელმაც იმ ღამით სუზი ნახა, ვერ შეეძლო ზუსტად ეთქვა კოლინსის წრეზე ჩამოვიდა თუ არა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბაბიჯიდან განაცხადა, რომ სუზი 1 თვის განმავლობაში ჩიოდა, რომ ვიღაცა უთვალთვალებდა, მაგრამ არასდროს უთქვამს, ვინ იყო ეს, ან რატო ფიქრობდა ასე. $20,000 ჯილდო დაწესებულია იმ ინფორმაციისთვის, რომელიც სუზის პოვნას შეუწყობს ხელს. მისი აღწერილობით მას აქვს ღია ყავისფერი თმა, ცისფერი თვალები, სიმაღლე 5 ფუტი და 3 ინჩი, ხოლო წონა 170 ფუნტი. მას მარცხენა წვივზე აქვს დაბადების ნიშანი და მარცხენა ფეხზე ნაიარევი. ბოლოს ის ნახეს გრძელი შავი პალტოთი, შავი პერანგითა და ლურჯი ჯინსებით. ყველა, ვისაც შეუძლია სუზის საქმეში დახმარება, უნდა დაუკავშირდეს ნიუ-იორკის შტატის პოლიციას ნომერზე 5-1-9-7-8-3-3-2-1-1, ნომერი 8. 18 წლის სკოტ ჰილბერტის გაუჩინარება აგრეთ წყვილია, როგორც გაუჩინარება საეჭვო გარემოებებში, რადგან გამოძიების დროს რამდენიმე შემაშფოთებელი კვალი იქნა აღმოჩენილი. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მიიყვანა გამომძიებლები მის ადგილსამყოფელთან. სკოტი დაიბადა 1979 წელს და საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მან დაიწყო დასარტყამი ინსტრუმენტების სწავლა მორჰედის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კენტუკიში, სადაც პირველკურსელი იყო. 1988 წლის გაზაფხულის არდადეგების დროს მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ოჯახთან, მილფორდში, ოჰაიოში, რათა ცოტა დრო გაეტარებინა მშობლებთან ერთად. ცნობილია, რომ ის ჯერ კიდევ იქ იყო 13 მარტს, რადგან მაცივარზე დატოვა ბარათი, სადაც ეწერა, რომ წავიდა მეგობართან ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბარათი მთავრდებოდა სიტყვებით: მოგვიანებით დავბრუნდები, მიყვარხართ, სკოტი. მის მშობლებს სრული საფუძველი ჰქონდათ და ეჯერებინათ, რომ მას 21 ვიცხვამდე ნახავდნენ, რადგან იმ დღეს ისე უნდა დასწრებოდა ლექციებს, მაგრამ ის არ დაბრუნდა და არ დაკავშირებია მათ, რომ ეცნობებინა სად იმყოფებოდა. პომპუსი სახლიდან დაახლოებით 80 წუთის სავალზეა და იქ ოჯახის მანქანით შავი ფერის 1984 წლის Ford Tempo-ი გაემგზავრა. როდესაც ის ლექციებზე არ გამოცხადდა, მისმა მშობლებმა შეშფოთება დაიწყეს და განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ. ამ დროისთვის ის უკვე 8 დღე იყო გაუჩინარებული, რამაც გამომძიებლები დიდი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, ვისთან გაატარა დრო მისი გაუჩინარების პერიოდში და თავდაპირველად სკოტის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ძებნებმა ვერანაირი კვალი ვერ მისცა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ 1 აპრილს ოჯახის მანქანა აღმოაჩინეს ბივერდამის მთების ველურ ტერიტორიაზე, რომელიც არიზონაშია, 1700 მილით დაშორებული. ორივე სანობრე ნიშანი დაკარგული იყო და ისინი დღემდე არ უპოვიათ. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ვიღაცამ სადა მანქანის ახლო მდებარე კლდიდან გადაგდება, მაგრამ გეგმა მიატოვა, როცა მანქანა ხეზე გაიჯედა. მანქანის ახლოს მიწაზე მათ იპოვეს სკოტის საერთო საცხოვრებლის გასაღები, საბუქსირე გასაღები, შამპუნი და მისი ოჯახის სამზარეულოდან აღებული დანა. მისი ჩემოდანი, რომელშიც მისი ტანსაცმელი და პირადი ნივთები იყო, დაკარგული იყო და ის არასდროს უპოვიათ. მის ოჯახსაც ვერ აუხსნია, რატომ ჰქონდა მას დანათან. მანქანის შიგნით მათ იპოვეს კალიფორნიის სატელეფონო ციგნი და დენვერის რესტორნის ასანთის კოლოფი.
მიჩნეულია, რომ ეს ორი ნივთი ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვინც მანქანის კლდიდან გადაგდებას სცადა. და მიუხედავად იმისა, რომ მანქანაზე აღმოაჩინეს უცნობი ანაბეჭდები, არასდროს დადგენილა, ვის ეკუთვნოდა ისინი. ცნობილია, რომ მანქანამ გაიარა 3800 მილი, მას შემდეგ რაც სკოტი დაკარგულად გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ოჯახის სახლიდან 1700 მილში იპოვეს. სკოტს აქვს ყავისფერი თმა და მწვანე თვალები. მისი სიმაღლე დაახლოებით 6 ფუტია და გაუჩინარების დროს მისი წონა დაახლოებით 150 ფუნტი იყო. ყველას, ვისაც აქვს რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მის საქმეზე, სთხოვენ დაუკავშირდეს Unionis Township-ის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 513-742, 1220. სკოტის საქმის ნომერია MP7 1926. ნომერი 7. 1986 წელს 19 წლის ჯოის ვალკატი ძალიან ცუდი იღბლის პერიოდს გადიოდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი შეეცვალა და კარგი სამსახური მოეძებნა. სწორედ ამ პროცესში იყო, როცა მოულოდნელად გაუჩინარდა. ჯოისი, რომელიც 5 შვილისგან ერთ-ერთი იყო, მამა 9 წლის ასაკში დაკარგა, რის შემდეგაც ოჯახი ფარმინგტონში, ნიუ-მექსიკოში გადავიდა. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ იქ ბედნიერი არ იყო და 1985 წელს გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეცხოვრა. ის გადავიდა რესედაში, კალიფორნიაში, სადაც ცხოვრობდა თავისი დეიდა ირინესა და ბიძაშვილი ჯეისონთან ერთად. ის ჩაირიცხა რესედას საშუალო სკოლაში, სადაც გეგმავდა დიპლომის აღებას, მაგრამ შემდეგ 2 ავტოავარიის მონაწილე გახდა როგორც მგზავრი, რამაც მისი გეგმები შეაფერხა. თავდაპირველად ჩანდა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ შესაძლოა ხერხემალსა და თავის ქალას შორის გარკვეული გამიჯვნა ქონოდა მიღებული. მან გაიგეთა ოპერაცია, მაგრამ უჭირდა გაკვეთილებზე კონცენტრირება იმ მძიმე კისრის ფიქსატორის გამო, რომელიც უნდა ეტარებინა. შემდეგ მან დაიწყო შეხვედრები სკოტ ნიუნთან, რომელიც იმავე საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა. მან გადაწყვიტა მასთან და მის ძმასთან ერთად გადასვლა იმავე წლის მარტში და გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბედი თავად შეექმნა სამსახურის პოვნით. მან აიღო ბევრი სამუშაოს განაცხადი და ახლომდებარე მაღაზიებსა და ბიზნესებში დასაქმებაზე შეიტანა განცხადება. აპრილის 39-ს ჯოისმა, ნუნისთან და მისი ძმის შეყვარებულმა დატოვა ბინა რამდენიმე განაცხადის ჩასაბარებლად. ცნობილია, რომ ის წავიდა 7-Eleven-ში, Once Market-ში და Winchell-ის Donut House-ში, რომლებიც ყველა Sherman Way-ზე მდებარეობდა. მისი თანამგზავრები Winchell-ისთან ელოდნენ, სანამ ის გვერდით მდებარე Savons-ის მაღაზიაში განაცხადს აბარებდა, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა. ნუნი იმ დღის მეორე ნახევარში სახლში მივიდა და გაიგო, რომ ჯოისი დაკარგული იყო. მან დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანა, მაგრამ შეცდომით უთხრეს, რომ 24 საათი უნდა დაეცადათ. საქმე საბოლოოდ მეორე დღეს გახსნეს, მაგრამ ისევ Westwell-ის პოლიციის დეპარტამენტი თითქოს არ იყო დაინტერესებული. მათი ვარაუდეს, რომ ჯოისმა უბრალოდ საკუთარი სურვილით დატოვა ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, ასე ვერ იქნებოდა. პოლიციამ საბოლოოდ დაიწყო დაკითხვების ჩატარება, მაგრამ საქმე იყო ნუნსა და მის ძმაზე, რომ გაევრცელებინათ ფლაიერები საქმის დეტალებით. შემდგომში გაირკვა, რომ მოწმეებმა დაინახეს ჯოისი ავტობუსის გაჩერებაზე მჯდომი და ატირებული, ხოლო სხვამ განაცხადა, რომ ენცინოს ერთ-ერთ რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა. მას შემდეგ ახალი კვალი არ გამოჩენილა, ხოლო ჯოისის ოჯახმა მისი აღწერა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მას აქვს გრძელი წაბლისფერი თმა, ყავისფერი თვალები, სიმაღლე 5 ფუტი და 3 ინჩი, ხოლო იმ დროს იწონიდა 106 ფუნტს. პოლ ნახვისას მას ეცვა ლურჯ თეთრი ზოლიანი ბამბის პულოვერი, ლურჯი ჯინსები, თეთრი ქამი და თეთრი ფეხსაცმელი. მას ეკეთა LCD Timex-ის საათი და ყვითელი მეტალის ყელსაბამი უნიკორნის თილისმით. ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სად შეიძლება იყოს ჯოისის პოვნა, სთხოვენ დაუკავშირდეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 213-485-2806. მისი საქმე ნომერია MP3063. ნომერი 6. გამომძიებლები ჯერ კიდევ დაბნეულები არიან იმით, თუ რა დაემართა 51 წლის ჩარლზ ჰოპს, რომელიც 1982 წლის 1 აპრილიდან ბრუქსვილიდან, ფლორიდიდან დაკარგულია. ცნობილია, რომ იმ საღამოს მან ზღვის პროდუქტების რესტორანს ესტუმრა, მაგრამ ამის შემდეგ მისი გადაადგილება საიდუმლოდ რჩება. ჩარლზი, რომელსაც ჩარლი და ციცნობდნენ, ბრუქსვილში 1940 წელს დაიბადა. მისი ოჯახი იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ამიტომ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან კარგად იცნობდნენ. ის 6 და-ძმიდან ერთ-ერთია და ბავშვობიდანვე ინტერესს იჩენდა ნადირობისა და თევზაობის მიმართ. სკოლაში ის პერსპექტიულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა და ამბობენ, რომ გამორჩეული მოსწავლე იყო. როცა მხოლოდ 17 წლის იყო, ცოლად მოიყვანა ქალი სახელად ელისი და მათ 4 შვილი შეეძინათ. რათა მზარდი ოჯახი ეზრუნა, მან მშენებლობაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს საქმე მისთვის არ იყო და გადაწყვიტა უძრავი ქონება ეცადა. მან ამ საქმეში წარმატებას მიაღწია და მალე ამ რაიონში გამორჩეული ბიზნესმენი გახდა. ის არჩიეს ჰერნანდოს ველის სპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარედ და ყველა შეფასებით ამ პოზიციაზე წარმატებით მუშაობდა. ჩარლის ქორწინება საბოლოოდ დასრულდა, როგორც მისი მეორე ქორწინებაც, და ამბობენ, რომ ამის მიზეზი ქალების მიმართ სისუსტე ჰქონდა. ის ცნობილი იყო თავისი პირდაპირობით, კარგი იუმორის გრძნობით და გარშემომყოფების მიმართ სიგეთით.
ის და მისი პირველი ცოლი ელისი მეგობრებად დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება დასრულდა და ამბობდნენ, რომ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ. თუმცა 1982 წლის მარტში მისმა რამდენიმე მეგობარმა მის ქცევაში უცნაური ცვლილება შენიშნა. ერთხელ, როდესაც ის ჯორჯიაში იმყოფებოდა თავისი შვილის სკოტის სამხედრო ბანაკის გამოსაშვებ ცერემონიაზე დასასწრებად, მან რამდენიმე არახასიათებითი განცხადება გააკეთა. მან სკოტს უთხრა, რომ თუ რამე მოუვიდოდა, ის დარწმუნდებოდა, რომ სკოტზე იზრუნებდნენ. ამ დროისთვის მას უკვე ჰყავდა შვილი, რომელსაც 30 მარტს ეწვია ელისის სახლში. ელისი მოგვიანებით იტყოდა, რომ მას თითქოს არ უნდოდა წასვლა და ვიზიტის დროს უჩვეულოდ ჩუმი იყო. მიზეზი კი მისთვის უცნობი დარჩა. მან დაამატა, რომ ინერვიულა, მაგრამ ვერ მიხვდა რა აწუხებდა მას. ერთ მომენტში მას ტელეფონზე საუბარი მოუწია და როცა კითხეს ამის შესახებ, კომენტარი არ გააკეთა. მეორე საღამოს მან ვახშამი მიიღო რედფიშის ზღვის პროდუქტებისა და სტეიქჰაუსის რესტორანში და მასთან ერთად იყვნენ რამდენიმე მეგობარი და მისი ბიძა. ვახშმის დროს მან აღნიშნა, რომ როგორც კი დაასრულებდნენ, თავის შეყვარებულის სახლში წავიდოდა და მთელი ვახშმის განმავლობაში აშკარად არ იყო კარგ ხასიათზე. ერთ მომენტში ალბათ ადგა და უბრალოდ გავიდა რესტორნიდან, მაგრამ არავის დაუნახავს, როგორ წავიდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ჩარლი ნახეს. მიიჩნევა, რომ ის დაახლოებით ღამის პირველ საათზე წავიდა, მაგრამ ზუსტი დრო არასდროს დადასტურებულა. მან მაგიდაზე დაუსრულებელი სასმელი დატოვა, რაც მისი მეგობრების თქმით მას ჩვეულებრივ არათროსმა გაუგეტროს გაუკეთებია. მისი სატვირთო მანქანა მიტოვებული იპოვეს მის სამუშაო ადგილთან, მაგრამ ის არასდროს მისულა მორიგეობაზე. მისი ოფისი დაკეტილი იყო, ხოლო შიგნით გამომძიებლებმა მისი თევზაობის აღჭურვილობა და ცეცხლსასროლი იარაღები იპოვეს. გაიმართა მასშტაბური საძიებო ოპერაციები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეები და ჭაობები საფუძვლიანად შეამოწმეს, ჩარლი ვერ იპოვეს. მას შემდეგ, რაც სხვა უძრავი აგენტის ნეშტი იპოვეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე სერიული მკვლელი მოქმედებდა, თუმცა ეს თეორია საბოლოოდ უარყვეს. მას შემდეგ რამდენიმე თეორია გამოითქვა, მათ შორის ისიც, რომ მან ახალი ცხოვრების დასაწყებად დატოვა ყველაფერი, ან მოწმის დაცვის პროგრამაში შევიდა, მაგრამ არც ერთი SFS ვერსია არ დადასტურებულა. ცნობილია, რომ ბოლოს რომ ნახეს, მას ეცვა ლურჯი ჰავაიური პერანგი, აღწენენ როგორც ჭაღარა თმით, ცისფერი თვალებით, სიმაღლე 5 ფუტი 7 ინჩი და წონა 185 ფუნტი. ყველას, ვისაც აქვს დამატებითი ინფორმაცია ჩარლის საქმეზე, სთხოვენ დაუკავშირდეს ჰერნანდოს ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 352 754 6830. მისი საქმის ნომერია MP5 1155 73. ნომერი 5. როდესაც საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა გადაცებები, თვითმფრინავების გადაცება და აუხსნელი გაუჩინარებები, სამხრეთ აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა მსოფლიოში. ეს სიმართლე იყო ჯერ კიდევ 2018 წელსაც, როდესაც ნორვეგიელი სტუდენტი სახელად მარი უსტვოლდი გადაწყვიტა იმ ქვეყანაში გამგზავრება და ის აღარ დაბრუნებულა სახლში. დასავლეთ კეიპში, სეჩფილდში ჩასვლის შემდეგ ის იყო ტურისტული ჯგუფის წევრი, რომელიც იმავე წლის 18 აპრილს ამ ტერიტორიაზე მოგზაურობდა და ჯგუფს დაგეგმილი ჰქონდა დასახლება აფრო-აფროვაი ბექპეკერში, რომელიც მდებარეობს მიოლე ბიჩთან ახლოს. მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა პოლიციას უთხრეს, რომ მარი გასაირნებას აპირებდა მას შემდეგ, რაც ტურიდან ერთი წყვილი წავიდა, მაგრამ წყვილმა სწრაფად დაბრუნება გადაწყვიტა, კვიტა, რადგან ძლიერი ქარი ამოვარდა. მათ მარი დაინახეს, როცა ის პლაჟზე იჯდა, მაგრამ გადაწყვიტეს არ შეეწუხებინათ იგი. სანამ პლაჟს დატოვებდნენ, მათ ოკეანის ფოტო გადაიღეს და ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა მარი ნახეს. საღამოს 7 საათზე ვახშამი გაიტანეს, მაგრამ ის არ მივიდა, რამაც ჯგუფში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მათ სადაც მის მობილურზე დარეკვა, მაგრამ პასუხი არ მიიღეს და საღამოს 7:11 საათზე. ტურის გიდმა აცნობა ეროვნული საზღვაო სამაშველო ინსტიტუტს, რომ მარიე დაკარგული იყო. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაიწყო ძებნა ძაღლების, პოლიციისა და სეჩფილდის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის დახმარებით, მაგრამ მარიეს კვალი ვერ აღმოაჩინეს. ასევე გაჩვირგეს სანაპირო, მდინარის შესართავი, დიუნები და მინდებარე ტერიტორიები, მაგრამ უშედეგოდ. ამინდი ძალიან გაუარესდა და ზღვა ძალიან მოშფოთებული იყო. ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ მარიე შესაძლოა სადმე ახლოს შეეფარებინა თავი, მაგრამ იმავე ღამით სანაპიროზე იპოვეს თეთრი ფეხსაცმელი, თეთრი ქუდი და აიფონი. ფეხსაცმელი და ტელეფონი ნამდვილად მარიეს ეკუთვნოდა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა, ვისის იყო ქუდი. რამდენიმე წრის განმავლობაში საძიებო სამუშაოები ტარდებოდა ჰაერიდან, ზღვაში და ხმელეთზე, მაგრამ მარიე კვლავ დაკარგულად რჩებოდა. ზოგი ადამიანი ამბობდა, რომ ბოლოს მარიეს თეთრი ზედა და ლურჯი ჯინსი ეცვა. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ მას მუქი ყვავილებიანი ზედა და შავი შარვალი ეცვა. რადგან მეტი ვერაფერი იპოვეს, საძიებო სამუშაოები საბოლოოდ შეწყვიტეს და მარიე აღარასდროს იპოვეს. თუ იმ ღამეს მარიე ნახეთ ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც მის პოვნაში დაგვეხმარება, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნისნას პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 044 20 366 00 ნომერი 4. ბეკი გარი, რომლის სრული სახელია რებეკა, 1988 წელს თავის ქალიშვილთან ერთად ლუიზიანას ქალაქ ბატონ-რუშში გადავიდა. იმ წელს მისი ქალიშვილი შეობას ბეკის მშობლებთან ერთად შრეპორტში გაატარა, მაგრამ ბეკიმ სახლში დარჩენა არჩია.
ამაზე მოგვიანებით საუბრისას მისმა ქალიშვილმა ეს ძალიან უცნაურად მიიჩნია, რადგან ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და ეს ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება იყო. მისმა 12 წლის ქალიშვილმა სთხოვა, რომ მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ ბეკი მტკიცედ დარჩა თავის გადაწყვეტილებაში და არც კი მოусმენია. შემდეგ მან თავისი ქალიშვილისთვის ცალმხრივი ავტობუსის ბილეთი იყიდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო შექმნილი სიტუაციით. მათ შორის ცხარე კამათი დაიწყო, რომელიც მხოლოდ მაშინ დასრულდა, როცა მისი ქალიშვილი ავტობუსში ავიდა. მისი ქალიშვილი ახლა ფიქრობს, რომ ბეკი ცდილობდა ის ამ ტერიტორიიდან გაეშვა, მაგრამ არავის აქვს წარმოდგენა, რატო. როცა შობა მოვიდა და წავიდა ბეკისგან, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ოჯახის დანარჩენი წევრები შეშფოთდნენ, რომ რაღაც არასასიამოვნო ხდებოდა. 27 დეკემბერს მათ ბეკის დამ დაუკავშირდა, რომელმაც მასთან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფიქრობდა ბატონ რუჟის დატოვებაზე, რადგან მისი სიტყვებით საქმეები კარგად არ მიდიოდა და სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას წაიყვანდა. სამწუხაროდ ბეკის არასდროს უთქვამს დეტალები თუ რატომ არ გამოსდიოდა საქმეები, მაგრამ ეს ინფორმაცია მის საუკეთესო მეგობარს გადასცეს და იფიქრეს, რომ ის წაიყვანდა ბეკის, თუმცა ასე არ მოხდა. პოლიციას დაუკავშირდნენ, მაგრამ გასაოცრად ოჯახს უთხრეს, რომ ალბათ სადღაც გასართობად იყო წასული. მათაც კი დააჯერეს, რომ დაკარგული შესახებ განცხადება არ შეეტანათ, რაც ძალიან უცნაურია. შემდეგი წლის იანვარში ბეკის ბინის კომპლექსის მენეჯერმა მის ოჯახს აცნობა, რომ ქირა გადაუხდელი ჰქონდა და სახლში არ იმყოფებოდა. მას უთხრეს, რომ ბინაში შესულიყო, რაც უხალისოდ გააკეთა და იქ რაც ნახა, ძალიან დააბნია. ქავის აპარატი ჩართული იყო და 2 ჭიქა ყავა იდგა დახლზე. აბაზანა სავსე იყო წყლით. ბეკის ნივთები ჩალაგებული ჰქონდა, მაგრამ ის არსად ჩანდა. რადგან ქირა არ იყო გადახდილი, მისი ყველა ნივთი ქუჩაში დაყარეს. ამიტომ ოჯახის წევრი ბატონ რუჟში ჩავიდა, რომ ისინი აეღო. პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ კიდევ ერთხელ არ გამოუჩენიათ დიდი ინტერესი, რადგან ბინაში საერთოდ არ მისულან. ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მაგალითად თითის ანაბეჭდები, არასდროს შეგროვებულა და მოგვიანებით განაცხადეს, რომ დაკარგული პირის საქმე მხოლოდ 20 იანვარს გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არაერთხელ ცდილობდა მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინებას ჯერ კიდევ 27 დეკემბრიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბეკი გაუჩინარებამდე თან ატარებდა მანილის კონვერტს და დედას უთხრა, რომ თუ რამე მოუვიდოდა, ოჯახს კონვერტი მისი საწოლის ქვედა მხარეს აკრული იპოვიდა. მისი გაუჩინარების შემდეგ მათ საწოლისა და მატრასის ქვეშ შეამოწმეს, მაგრამ კონვერტი აღარ იყო და არავის აქვს წარმოდგენა რა იყო მის შიგნით. მაგრამ ბეკი აღარ დაბრუნებულა და მისი შვილი მას შემდეგ ბებია ბაბუამ გაზარდა. ის კვლავ იმედოვნებს, რომ ერთ დღეს გაიგებენ რა დაემართა მას და პოლიციამ განაცხადა, რომ საქმე კვლავ გამოძიების პროცესშია, მაგრამ აშკარად გაჩერებულია, რადგან ახალი კვალი არ არსებობს. ბეკის ჰქონდა ყავისფერი თმა და მწვანე თვალები. იმ დროს მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 1 ინჩი, ხოლო წონა 105 ფუნტი. ყველა, ვისაც შეუძლია დაეხმაროს მის საქმეში საბოლოო პასუხის მიღებაში, უნდა დაუკავშირდეს პაჩვდეს ბატონ რუჟის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 225 389 2000 ნომერი 3. Robert Terence McLaughlin, рэპერი, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით Royal Frenzy, დაკარგული პირის გამოძიების საგანია, რომელიც 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. იმ დროს ის უკვე ცნობილი рэპერი იყო ჯექსონვილში, ფლორიდაში და ხშირად აკებდნენ მის დამამახსოვრებელ ლირიკებსა და ენერგიულ ცოცხალ გამოსვლებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება სწორ გზაზე იყო, იქ მისვლა მარტივი არ ყოფილა, როგორც ამას ადასტურებს ინციდენტი, რომელიც 2014 წელს მოხდა. იმ წელს რობერტი მოხვდა ავტოავარიაში, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მან მიიღო მძიმე თავისტვინის ტრავმა, მაგრამ სწორი სამედიცინო დახმარებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის წყალობით საბოლოოდ შეძლო მუსიკალურ კარიერაში დაბრუნება. მას გარკვეული მეხსიერების დაკარგვა ჰქონდა, მაგრამ მან გასაოცრად გამოჯამრთელდა. 2017 წლის 24 სექტემბერს თუმცა სიტუაცია გაუარესდა. მისი დედა იტყოდა, რომ იმ დღეს ის მას ესტუმრა და ერთად უყურეს Jacksonville Jaguars-ის თამაშს მის სახლში. შემდეგ იმ საღამოს ის წავიდა და უთხრა დედას, რომ მეგობრებს ხვდებოდა და კალათბურთის სათამაშოდ მიდიოდა. თუმცა იქ წასვლამდე ცნობილია, რომ ის ჯერ თავის ბინაში დაბრუნდა, რომელიც Keper Landing-ის კომპლექსში მდებარეობდა, რადგან რამდენიმე მოწმეა მის დაახლოებით 10 საათზე იქ ნახა. ეს იყო ბოლო დრო, როცა ვინმეს რობერტთან კონტაქტი ჰქონდა. როდესაც მეორე დღეს მისი პოვნა ვერ მოხერხდა, მისმა ოჯახმა პოლიციას მიმართა და გამოძიება დაიწყო. ამასობაში მისმა მეგობრებმა და ოჯახმა დაიწყეს იმ ადგილების ძებნა, სადაც რობერტი ხშირად დადიოდა, მაგრამ არავის ენახა იგი. შემდეგ კვირებში მისი დედა ანჯელა სულ უფრო მეტად უკმაყოფილო რჩებოდა საქმის მიმდინარეობით. მან მედიას უთხრა, რომ გამომძიებლებისგან არასდროს იღებდა ინფორმაციას და უმეტესად არ იცოდა რას აკეთებდნენ მისი შვილის საფოვნელად. როცა პოლიცია რობერტის ბინაში მივიდა, მისი მანქანა ჩეულ ადგილას იდგა, ხოლო ბინაში რამდენიმე პირადი ნივთი იპოვეს, მათ შორის საფულე, პირადობის მოწმობა და ტანსაცმელი.
თუმცა მისი ტელეფონი და ბინის გასაღებები ვერ იპოვეს და ვარაუდობენ, რომ ეს ნივთები მას თან ჰქონდა, როცა გაუჩინარდა. მისმა მეგობრებმა და ოჯახმა განაცხადეს, რომ არ სჯერათ, თითქოს ის საკუთარი ნებით გაუჩინარდა, რადგან მას ჯორჯიაში დაგეგმილი კონცერტები ჰქონდა. შემდეგ რობერტის ერთ-ერთმა მეზობელმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. მათ განაცხადეს, რომ კომპლექსში შავი Dodge Charger-ი მივიდა და დაინახეს, როგორც ჩაჯდა რობერტი მანქანაში, თუმცა მძღოლს კარგად ვერ დააკვირდნენ. დამატებითი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რობერტი ჯერ მანქანაში მჯდომთან იკამათა, როცა ჯერ კიდევ კომპლექსის კიბეებზე იდგა, თუმცა საბოლოოდ დამშვიდდა და ჩაჯდა მანქანაში, როგორც მას უთხრეს. ამასობაში პოლიციამ ივარაუდა, რომ რობერტი უბრალოდ ახალ ადგილას გადავიდა საცხოვრებლად და მის ოჯახს უთხრეს, რომ ის უკვე 18 წელს გადაცილებული იყო, ამიტომ შეეძლო გაეკეთებინა რაც უნდოდა. მაგრამ პოლიცია აცხადებს, რომ საქმე კვლავ ღიაა და მიღებულ ნებისმიერ ახალ კვალს აუცილებლად გამოიძიებენ. რობერტი აღწერილია როგორც შავთმიანი და ყავისფერ თვალება. სიმაღლე აქვს 5 ფუტი და 10 ინჩი, ხოლო წონა მერყეობს 150-დან 210 ფუნტამდე. ბოლო დროს ის ნახეს შავი შორტებითა და შავი მაისურით, ორივე ხელზე ტატუებით, ოქროს კბილით და წვერით, ასევე დრედლოკებით, როდესაც გაუჩინარდა. ვინც ამ საქმეში დახმარება შეძლებს, უნდა დაუკავშირდეს ჯექსონვილის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 9 04 63 302 627 ნომერი 2. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ჯეიმი ჯო თეიტის 33 წლის ქალის, რომელიც ინდიანაპოლისიდან ინდიანა შტატიდანაა, გაუჩინარებაში ბოროტი განზრახვაა ჩართული. მას შემდეგ, რაც 2030 წლის ივლისიდან აღარავის უნახავს და არავის სმენია მის შესახებ. საქმე დაიწყო იმ თვის 31 რიცხვში, როდესაც ჯეიმი წავიდა თავისი ყოფილი მეგობრის რობერტ სორელ ჯუნიორის სახლში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ვარმან ავენიუს 500 ბლოკში. წყვილი გარკვეული დროის განმავლობაში ერთად იყო, მაგრამ ჯეიმიმ გადაწყვიტა ურთიერთობის დასრულება, მას შემდეგ, რაც სორელსი მის მიმართ ძალადობრივი გახდა. მას შემდეგ, რაც ჯეიმი მასთან ურთიერთობა დაასრულა, სორელსი თითქოს ვერ შეეგუა, რომ ყველაფერი დასრულდა და შეუჩერებლად უთვალთვალებდა და ავიწროებდა ჯეიმის. ზუსტად რა მოხდა ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ მოწმეებმა პოლიციას უთხრეს, რომ მეორე დილის დაახლოებით 5 საათზე გარეთ ხმაური გაიგეს. როცა მათ შეამოწმეს, დაინახეს, რომ ჯეიმი და სორელსი მის სახლთან გარეთ მძაფრად გამათობდნენ. დამათი იქიდან კიდევ უფრო გამწოვდა და ბოლოს სორელსმა ჯეიმი ხელი ჩაალო და თავის სახლში შეათრია. საოცარი არ არის, რომ ის ჯეიმის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად იქცა, რადგან ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახეს. როცა ის დაგეგმილ დროს სახლში არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა შეშფოთება დაიწყო და 5 აგვისტოს ინდიანაპოლისის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტში დაკარგულად განაცხადეს. რამდენიმე დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ნახეს, რამაც გამძიებლები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააბენა. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები მოდუ დაკითხეს, მაგრამ არავის ჰქონდა წარმოდგენა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ჯეიმი. რამდენიმე ადამიანი დაისახა გამომძიებლებისთვის საინტერესო პირებად, მაგრამ რადგან არანაირი კვალი არ არსებობდა, საქმე თითქოს გაჩერდა. გაცემული და შესრულებული იქნა ჩხრეკის ორდერები, მაგრამ უშედეგოდ და საბოლოოდ პოლიციამ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, რომ ვინც დამატებითი ინფორმაცია ჰქონდა, გამოსულიყო. მაგრამ მათ გაამხილეს, რომ მიიღეს რამდენიმე მინიშნება, რამაც დააჯერათ, რომ ჯეიმის რაღაც ცუდი დაემართა. სორელის მეზობელი შემდეგ გამოვიდა და აცნობა, რაც იმ ღამით ნახა და კიდევ რამდენიმე მეზობელი გამოიკითხა, იქნებ ქონოდათ დამატებითი ინფორმაცია ხმაურიანი კამათის შესახებ, მაგრამ ვერავინ მიაწოდა დამატებითი კვალი. ასევე გაირკვა, რომ როდესაც ის 31 ივლისის ნაშუ ადღებს, დაახლოებით 3:30-ზე უესტ ვაშინგტონის ქუჩაზე მიდიოდა, ვიღაცამ ლუჯი მანქანით სადამისთვის გადაევლო, მაგრამ მან დროულად მოახერხა გზიდან გადახტომა. არსოდეს დადასტურებულა ქონდა თუ არა ამას კავშირი მის გაუჩინარებასთან, მაგრამ რადგან მის საქმეში დანაშაულებრივი ქმედება ძლიერაა სავარაუდო, ეს შესაძლებლობა არ გამოირიცხება. შემდეგ თვეებში მისმა რამდენიმე მეგობარმა ინტერნეტში კომენტარები გააკეთა, რამაც გამომძიებლებს დამატებითი შეშფოთება გაუჩინა. მათ განაცხადეს, რომ ჯეიმიმ შესაძლოა დანაშაულს შეესწრო, რომელიც ბლეიკ ბერნაუს სახელით ცნობილ მამაკაცს უკავშირდებოდა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს. მათ ივარაუდეს, რომ რადგან მან დანაშაულს შეესწრო, შესაძლოა ის ბერნაუს მკვლელების სამიზნე გახდა და სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელი მის გაუჩინარებაზე. ვარაუდობენ, რომ ის ამ საქმეზე პოლიციასთან თანამშრომლობდა და დამნაშავეებმა გააჩუმეს. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია და ჯეიმის ბედი კვლავ ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. მისი აღწერილობით მას აქვს ყავისფერი თმა და ცისფერი თვალები. სიმაღლეა 5 ფუტი და 6 ინჩი, ხოლო წონა 140 ფუნტი. ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე დამატებითი მინიშნება მიაწოდოს ამ საქმეს, სთხოვენ დაუკავშირდეს ინდიანაპოლისის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 317 327 1160. ჯეიმის სახელი ამ საქმეში მითითებულია ნომრით MP7367. ნომერი 1. 38 წლის მაიკლ სტროუნის მეგობრებისა და ოჯახის წევრების თქმით, ის გლოვას ებრძოდა ცოტა ხნით ადრე, სანამ 1992 წლის ივნისში გაუჩინარდებოდა.
ცნობილი იყო, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, მაგრამ რამდენიმე თვით ადრე დედა გარდაეცვალა. ეს რა თქმა უნდა ძლიერად იმოქმედა მასზე და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამან შეიძლება ითამაშა როლი მის გაუჩინარებაში. მაიკლს მშობლებთან ერთად ნიუკასლ upon Tyne-ში ცხოვრობდა, სადაც იგი მუშაობდა ამწის მძღოლად. მაგრამ 1980 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ფინანსურად რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მან დაიწყო ყველაფრის კეთება, რაც შეეძლო, რომ თავი გაეტანა. ზოგჯერ ღამით ბარებსა და ღამის კლუბებში დაცვად მუშაობდა, ხოლო სხვა დროს მექანიკოსი იყო. მისმა მეგობრებმა პოლიციას უთხრეს, რომ ის ძალიან კომუნიკაბელური და სასიამოვნო ადამიანი იყო, რომელსაც ხშირად შეხვდებოდით რაიონში ერთ-ერთ პაბში, რადგან სრულ განაკვეთზე არ მუშაობდა. ის ძალიან ცნობილი იყო ამ რაიონში, მაგრამ თავისი მშვიდი ხასიათის გამო ხშირად იყენებდნენ. მისი გაუჩინარების სინაკვირებში მაიკლისთვის ყველაფერი თითქოს უკეთესობისკენ მიდიოდა. მან ერთ-ერთ მეგობარს უთხრა, რომ ჰქონდა რაღაცა საქმე დაგეგმილი, რომელიც დიდ ფულს მოუტანდა. მან დაამატა, რომ მალე Mercedes-Benz იყიდიდა, მაგრამ მეგობრებმა ეს სერიოზულად არ მიიღეს, რადგან მაიკლი ზოგჯერ გადაჭარბებულად საუბრობდა. მოწმეები აცხადებდნენ, რომ მაიკლი ბოლოს ინწლის 19 იმის პაბში, სახელად Percy Arms-ში ნახეს. მალე წასვლამდე მან პაბის მფლობელ Peter Owens ესაუბრა დაახლოებით საღამოს 8:40 საათზე. მან განაცხადა, რომ მაიკლმა უთხრა, რომ მანქანას ნქანას ელოდებოდა და დაამატა, რომ ის და მანქანი ძოლი დურჰემში აპირებდნენ გამზაზავრებას, რათა მარკიზი აეღოთ. მისი მეგობრებიდან ერთმა, რომელიც იმ დროს ავად იყო, განაცხადა, რომ მაიკლი მას ესტუმრა და თან 1000 ფუნტი ნაღდი ფული ჰქონდა. მან თქვა, რომ გზაში იყო, რათა შეხვედროდა კაცს სახელად დონ, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუმხელია. მას შემდეგ, რაც სახლში არ დაბრუნდა, დაკარგულად გამოაცხადეს და მისი მანქანა დაახლოებით 100 იარდის მოშორებით იპოვეს იმ პაბიდან, სადაც ბოლოს ნახეს. მისი ქუდი მანქანის შიგნით იპოვეს, მაგრამ მანქანაში სხვა კვალი არ აღმოჩნდა. ვიღაცამ პოლიციას უთხრა, რომ მაიკლს გაუჩინარებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე თავს დაესხნენ, მაგრამ თავდასხმის ხასიათი და თავდამსხმელის სახელი უცნობია. 2013 წელს ნიუკასლის Tyne-დეილიდან 2 კაცი დააგავეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ პასუხისმგებელი, მაგრამ საბოლოოდ ისინი გირაოთი გაათავისუფლეს. მისი აღწერით, მისი სიმაღლეა 6 ფუტი და 3 ინჩი, ხოლო წონა 322 ფუნტი. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მიიჩნევა, რომ როდესაც ის გაუჩინარდა, მას სქელი წვერი და უნვაში ჰქონდა. ყველა ვისაც შეუძლია პოლიციას მაიკლთან დაკავშირებულ საქმეში დახმარება, უნდა დაუკავშირდეს ნორთამბრიის პოლიციას საგანგებო ნომერზე 101. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების რილაქს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ჩატყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.